ადამიანი იბადება შეცდომების. ეს შეცდომები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა დაუშვას. თავარი მაგის უნარი რომ მოინანიო. თავარი რა არის, რომ ადამიანმა ისა შეცდომა აღმოაჩინო, ტრაქტორი აღიარო და დაინახო. ეგ არის თავარი. ადამიანი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცი როგორი შვება, ვერ წარმოვიდნენ. აი ხა მე ვაკვირდები ადამიანებს, ჩემ მეგობრებსაც მათ შორის და მაგალითად ვერ აღიარებენ ისინი, ვინც ძალიან დიდი ნაწილი ქართული ოცნების მომხრეები, მაგალითად, ხო, ვაკვირდები. ძალიან სერიოზული ნაწილი, რომელმაც 2012 წელს იმდენად არ უნდოდა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რომ მისცეს ხმა, მაგრამ მერე რომ აღმოაჩინეს, რომ ამ ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ ესე იგი იმის გაკეთება დაიწყო, რის გამოც ის არ უნდოდა წინა ხელისუფლება, ამის აღიარება უჭირთ. ხო გესმის, ადამიანი მაინც ზოგჯერ ძალიან სუსტია, რომ და მე პირიქით გონია, მე მგონია, რომ ადამიანი ძლიერია, ვინც აღიარებს თავის შეცდომას. ვინც ხმა მისცა, ისა რა ქართულ ოცნებას და მე აღმოაჩინა, რომ თურმე რისთვისაც რა ქვია, არ უნდოდა წინა ხელისუფლება იმას თუ აკეთებს, ესე იგი ისა რა ქვია, უნდა გააკრიტიკოს და ისეთივე პოზიცია უნდა ქონდეს, როგორც წინა ხელისუფლების მიმართ და საერთოდ ყველა ხელისუფლების მიმართ. ეს უჭირთ ადამიანს გონიათ რომ სისუსტეა რომ აღიარო რომ შეცდე არჩევანში. აი ეს არ არის სისუსტე. პირიქით სიძლიერია რომ აღიარო რომ შენ შეცდე. მე შევცდი მაგალითად რომ აღიარებ ეკა კვესიტაძე 2020 წლიდან პერიოდულად მწყევლის.